129 ქვეყანაში ერთდროულად ტორტები დააგემოვნეს. თავად ღონისძიება კი მისი მასშტაბებისგან განსხვავებით დიზაინერ თეალომიძის პატარა კაფეში გაიმართა. საკონდიტრო ნაწარმის საინტერესო დიზაინიდან გამომდინარე გარკვეულ შემთხვევებში იმის გარჩევაც რთულდებოდა თუ რა იჭმეოდა და რა არა. ექსკლუზივი მე და სტელა ლუზანს გვაქვს და პირველად არის საქართველოში და ამის შემდგომ ეს უკვე იქნება ყოველწლიურ სახეს მიიღებს. საქართველოს სახე გავიდეს საზღვრებს გარეთ და კარგად დაინახონ თუ საქართველოშიც როგორი ხელოვნების ნიმუშები იქნება საკონდიტრო ხაზი. ეს არის ცხოვრების სტილი, იმიტომ რომ ამის გარეშე უკვე შეუძლებელია ცხოვრება. ჩვენ ალბათ ხილის ტორტები გვიყვარს, მიქსები ძირითადად. რულეტები გვიყვარს ძალიან. წარმოდგენილი ტორტები ორი შესაძლო კრიტერიუმით შეფასდა. კბილეულის მოყვარულთათვის მისი ვიზუალური მხარეც და გემოც თანაბრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ძირითადად მათ ვიზუალურად თუ არ მოგეწონება არ გასინჯავ, ხო ასეა, მე მგონი ყველა ასეა და მე თუ ვიზუალს მისი ასე ვთქვათ შიგ თავსიც ემთხვევა, არის ძალიან კარგი. ორივე არის ამ შემთხვევაში ესთეტიზმიც და გემოც, მე მგონი ძალიან გემრიელი ტორტები იქნება. ყველას ცოტ-ცოტას ძალიან აი ესე ცოტ-ცოტას მარებ ჭამ. მიბაძეთ ყველა მესე გააკეთე, თორე ჩემ ხელა გახდები. ეს კარგი რაც არის, უნდა იყოს ცოტა იშვიათად, რომ მიიღო ის სიამოვნება. რაღაც დღესასწაულივით უნდა იყოს, არა ტორტი. კვირაში ერთხელ, ორჯერ. გემრიელი საკონდიტრო ნაწარმის დათვალიერებისას რთულია ცდუნებას გაუძლო. თუმცა კომპეტენტური ადამიანების რჩევით უკეთესია თუ გემოს რეცეპტორებს ტორტით ტკბობის საშუალებას მხოლოდ ღირსშესანიშნავ დღეებში მივცემთ.